მოგესალმებით. თქვენ უყურებთ ქართული რესპუბლიკას YouTube არხს და ეს არის ჩვენი რუბრიკა საუბრები. ამ რუბრიკაში ჩვენ სხვადასხვა ადამიანებთან, ექსპერტებთან ერთად საუბრობთ ხოლმე იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რა პრობლემები არსებობს ამა თუ იმ მიმართულებით და როგორ შეიძლება სხვადასხვა სფეროებში რაღაცების შესვლა და რეფორმების გატარება. დღეს წამყვანები ასე ვთქვათ და მასპინძლები ვიქნებით მე ლევან ნიშნიანიძე და გიორგი მჭედლიშვილი და ჩვენი სტუმარი დღეს არის შეიარაღების სპეციალისტი გიგა ინაშვილი. გამარჯობა გიგა, მადლობა ბრძანებისთვის და შეგვიძლია დავიწყოთ გიორგი. კი ბატონო. ზოგადად არც ერთ ქვეყანაში იმ შესავლის გაკეთება არ დამჭირდებოდა, რასაც ახლა ვიტყვი, როდესაც საუბარია შეიარაღების გაძლიერებაზე და ზოგადად ძლიერ სამხედრო სტრუქტურაზე, ეს ყველას ესმის, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა გრძელვადიანი მშვიდობისთვის ემზადება, ასე ვთქვათ. გრძელვადიანი მშვიდობას ამყარებს. და საქართველოში სამწუხაროდ ეს შეიძლება ზოგს ისე მოიჩვენოს, რომ აი თუ შეიარაღებაზე საუბრობ, აბა ომი გინდა, ასე ვთქვათ და რეალურად ეს ასე არ არის. რეალურად გრძელვადიან მშვიდობას, კიდევ ერთხელ გამიმეორებ ამ სიტყვას, ამყარებს ორი რამ. ეს არის სწორი დიპლომატია, რომელსაც ზურგს უმაგრებს ძლიერი შეიარაღება. ამიტომ ჩვენი საუბრები შეეხება საქართველოს შეიარაღების გაძლიერებას, შესაბამისად გრძელვადიანი მშვიდობისთვის მზაობას. პირველი კითხვა მინდა დავიწყო ასეთნაირად. წელს ჩვენ რეგიონში გვაქვს ყველაზე დაბალი თავდაცვის ბიუჯეტი. იგივე სომხეთს რო შევადაროთ, თავდაცვის ბიუჯეტი სომხეთთან შედარებით დაახლოებით 2.5-ჯერ უფრო დაბალია. აი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არსებობდა თუ არა პერიოდი, როდესაც ჩვენი შეიარაღებული ძალები, კონკრეტულად შეიარაღების თვალსაზრისით უფრო მაღალ დონეზე იდგა. პერიოდები რო შევადაროთ, ხო, და რაღაც თითოეულ დღეზე რო ვისაუბროთ, პერიოდები, ეს იყო პერიოდი 2007 წლის ბოლო, 2008 წლის დასაწყისი. ეს ის პერიოდია, როდესაც მილიარდ ნახევარზე მეტი იყო თავდაცვის ბიუჯეტი და პლუს არსებობდა შეიარაღებული ძალების განვითარების ფონდი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი თანხები აკუმულირდებოდა და იხარჯებოდა განსაკუთრებით სამხედრო სხვადასხვა პროექტების განხორციელებისთვის, შეიარაღების შესყიდვებისთვის და ასე შემდეგ. ეს იყო ზუსტად ის პერიოდი, როცა შეიძლება ითქვას, რომ მთელი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ასპექტების გათვალისწინებით, როგორიც არის პოტენციური მოწინააღმდეგის იმჟამინდელი ტექნოლოგიური მდგომარეობა შეიარაღებულ ძალებში, შენაერთების მზადყოფნა მასშტაბური ომისათვის და ასევე თვითონ ჩვენი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მზადყოფნა, მომზადების ტიპი, ზოგადად ტაქტიკა, როგორ ტიპის ბრძოლებისთვის ემზადებოდა, რა ტიპის შეიარაღების შესყიდვა ხდებოდა, აი ამ ასპექტების გათვალისწინებით იყო სწორედ 2008 წლის გაზაფხული, ხო, ომამდელი პერიოდი, როდესაც ყველაზე ისეთი ბრძოლისუნარიანი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალები. და საკუთრივ საქართველოს შეიარაღებული ძალები 2008 წლის შეიარაღებული ძალები რო შევადაროთ და შემდეგი წლების შეიარაღებული ძალები, აი შეგვიძლია შევადაროთ 2010-11-12 წლების შეიარაღებული ძალები, როდესაც ქვედანაყოფები გადავსებული იყო, მართალია ტექნიკის დანაკარგები იყო 2008 წლის ომის შემდეგ, მაგრამ მთელი რიგი ახალი ტაქტიკებით დაიწყო ქვედანაყოფების მომზადება, ახალი ტიპის ასიმეტრიული ტაქტიკით ბრძოლის წარმოების მეთოდიკის სწავლება დაიწყო მასიურად შეიარაღებულ ძალებში. სხვადასხვა ტიპის სპეციალური ბატალიონების შექმნა და გაწვრთნა დაიწყო, ბრიგადები გადავსებული იყო პირადი შემადგენლობით და ასე შემდეგ. აი ეგ არის პერიოდი, როდესაც საკმაოდ ისეთი მაღალი საბრძოლო მზადყოფნა ჰქონდა პირად შემადგენლობას. აი ტექნიკის კუთხით 2008 წლის ომის წინა პერიოდი საკმაოდ ისეთი თვალსაჩინო იყო, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით თანხები იყო დახარჯული და რეალურად ომამდე იყო ის პროექტი დაწყებული, რასაც ქვია საქართველოს თანამედროვე საქართველოს შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური გადაიარაღების პროგრამა. როგორც მანამდე რა თქმა უნდა არ მოხდა, ხო 90-იანებში თავისთავად ვერ მოხდებოდა. 90-იანებში ახლა 92-13 წლები თვითონ უშუალოდ აფხაზეთის ომამდე პერიოდი და ომის უშუალოდ ომის პერიოდი იყო, როდესაც ეს საბჭოთა შეიარაღების ძირითადი ნაწილი გადმოგვეცა, რომელიც საბჭოთა სამხედრო ბაზებიდან გვერგო ხო ძირითადად ეს იყო ახალციხის კადრირებული დივიზიიდან და ის ტექნიკა არის ძირითადად ტანკები 100 ერთეულზე ცოტა მეტი T-55 ტიპის ტანკი 250 ერთეულამდე სხვადასხვა ტიპის ქვეთა საბრძოლო მანქანა ჯავშან ტრანსპორტიული და შეჯავშნული გამწე და ესეთი მსუბუქი ჯავშან მანქანა სხვადასხვა ტიპის საარტილერიო სისტემები ის შეიარაღება ის საბჭოთა შეიარაღება რითიც იბრძოდა ქართული სამხედრო ფორმირებები აფხაზეთის ომში ხო მათი ნაწილი შემდეგში რჩებოდა ნაწილი ჩამოიწერა ნაწილი
ნაწილი შეკეთდა, მათი ნაწილი დღემდე რჩება შეიარაღებული ძალების არსენალში, ხო? მცირე ნაწილი და მას შემდეგ რაღაც სერიოზული შეიარაღების შესვლა სერიოზული რაოდენობის შეიარაღების შესვლა ქართულ ჯარში არ მოხდა და ეს შესყიდვები დაიწყო უკვე 2004 წლიდან ვარდების რევოლუციის შემდეგ. გახსოვთ უკრაინაში პოლიტიკური ხელმძღვანელობა როგორი იყო, იუშენკოს პერიოდი, როდესაც კაპიკებში გვაძლევდნენ მართლა შეიარაღებას და ფაქტიურად დაუკომპლექტებელი ქვედანაყოფები და ბრიგადები, რომელიც იმ პერიოდში იქნებოდა შეიარაღებულ ძალებში, ხო, იგივე მეოთხე ბრიგადა შეიქმნა მეორე ქვეითი ბრიგადა დაკომპლექტდა ძირითადად აი ამ უკრაინიდან და ნაწილობრივ ჩეხეთიდან შემოტანილი ჯავშა ტექნიკით. ეს იყო ტანკები, T-72 ტიპის ტანკებმა მიაღწია საკუთარ მაქსიმუმს, რაც შეიარაღებულ ძალებს გააჩნდა, ხო, შეძენილი იქნა სხვა ტიპის ჯავშა ტრანსპორტიორები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რომ მომხდარიყო დაკომპლექტება ბატალიონების, ხო, ბრიგადაში, ბატალიონების მექანიზაცია მომხდარიყო და საარტილერიო სისტემები ასევე. განსაკუთრებით საარტილერიო სისტემების მომწოდებლები იყვნენ ჩეხეთი და უკრაინა, საიდანაც რეაქტიული სისტემების ლულიანი артиლერიის ძირითადი ნაწილი შემოვიდა და მცირე რაოდენობა გარკვეული, მაგრამ თანამედროვე და ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სისტემა, რაც კი ყოლია ასევე ისრაელიდან იგივე 2008 წლის ომამდე ლარა-60-ები, რომელმაც გამოიჩინა ხო თავი და კარგად იმუშავა 2008 წლის ომის დღეებში. ეს იყო ზუსტად ის პერიოდი და 2008 წლის ომამდე ასევე დაწყებული იყო ტექნოლოგიური მოდერნიზაციის და განახლების პროგრამები სხვადასხვა საბჭოთა შეიარაღების სისტემებზე, საბჭოთა და აი ამ ვარშავის პაქტის ქვეყნებიდან შეძენილ შეიარაღების სისტემებზე, იგივე T-72 სიმერთების პროგრამა, რამაც იმ პერიოდში ქართული T-72-ები ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე მოდერნიზებული ვარიანტად აქცია პოსტ-საბჭოთა სივრცეში. რა რაოდენობაზე მოხდა მაშინ მაგას მოდი არ ვიტყვი, არ იყო დიდი რაოდენობა, რამდენზეც იყო გათვლა, ვერ შესრულდა, ვერ მოესწრო მის გამო 4 წლის დაწყებული იყო თანამედროვე შეიარაღებული ძალების მშენებლობა, ხო? თანამედროვე ჯარი, ტექნოლოგიებით გაჯერებული ჯარი 4 წელში შენდება და სერიოზული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას 40 წელიც შეიძლება დაჭირდეს რა, ხშირ შემთხვევაში. T-72-ების მოდერნიზაციის პროგრამა, იგივე საარტილერიო სისტემების რეაქტიული артиლერიის მოდერნიზაციის პროგრამა და ამ ნაწილმა რაც მოესწრო ომამდე გარკვეულწილად თავისი შედეგი დადო ომის დღეებში, მაგალითად ქართულმა ტანკებმა საკმაოდ სერიოზულად იმუშავეს და დაჯავნეს მთელი არ იყო რაღაც იქ სერიოზული სატანკო ბრძოლები ომის დღეებში, თუმცა იყო ერთი-ორი ელემენტი, სადაც მოდერნიზებულმა ტანკებმა თავი გამოიჩინა. შესაბამისად ეს პროგრამები რომ ბოლომდე მისულიყო სულ სხვა ტიპის შეიარაღებულ ძალებს მიიღებით. ომის შემდეგ არ გაგრძელებულა. ომის შემდეგ რაც შეეხება, ომის შემდეგ დაგვედო ოფიციალური და არაოფიციალური ემბარგოები, მათ შორის მანამდე მეგობარი ქვეყნებისგანაც იყო პერიოდი, რომ უკრაინიდანაც საერთოდ აღარაფერი აღარ შემოდიოდა, პისტოლეტის ვარზნებიც კი აღარ შემოდიოდა მაღაზიებში. სამოქალაქო იარაღისთვის იყო ეგეთი პერიოდიც და გართულდა სიტუაცია ომის შემდეგ თვეებში, შემდეგი 1 წლის განმავლობაში, 1 წლის წელიწადახევრის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის ტექნიკა ჩამოვიდა საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპიდან და ბევრს ეგონა, რომ ეს ომის შემდეგ შესყიდული ტექნიკა იყო, თუმცა ეს იყო ომამდე შესყიდული ტექნიკა, რომლის კონტრაქტების დაასრულეს უბრალოდ და შემდეგში იქნა მოწოდებული და სერიოზული ჯავშა ტექნიკის მიმართულებით, артиლერიის მიმართულებით სერიოზული სისტემების შესყიდვა პრაქტიკულად არ მომხდარა. აგვისტოს ომის შემდეგ მთელი წლების განმავლობაში და დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე კატასტროფული დეფიციტი არის საბჭოთა სამხედრო ტექნიკის, საბჭოთა და საბჭოთა სტანდარტით შექმნილი სამხედრო ტექნიკის საბრძოლო მასალების მიმართულებით, ამ ტექნიკის მარაგ ნაწილების მიმართულებით და გვაქვს სიტუაცია, რომ ჩვენ შეიარაღებულ ძალებში ჯავშან ტექნიკის მიმართულებით, артиლერიის მიმართულებით ისევ საბჭოთა სტანდარტის ტექნიკაზე არის ტექნიკის იმედზე არის შეიარაღებული ძალები. რა თქმა უნდა, ამ ტექნიკის ნაწილი დროთა განმავლობაში გამოდიოდა, რესურსი ახლა იცვითება ხო ტექნიკა, ჩამოსაწერი ხდება და ყოველ დღე, ყოველ თვე, ყოველ წელიწადს უფრო და უფრო მცირდებოდა ჩვენი შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური შესაძლებლობები. აღარ აქ საუბარი მაქვს მძიმე ტექნიკაზე და ისეთ შეიარაღებაზე, რომელმაც აი შესაძლებელია ბრძოლის ველზე ტაქტიკური და რაღაცა კუთხით ოპერატიული როლიც ითამაშოს. თუ რაც შეეხება ქვეითების დონეზე, ხო, ასეული ბატალიონის დონის შეიარაღება ბოლო წლებში საკმაოდ სერიოზული პროექტები განხორციელდა, როგორც არის თავის დროზე ეს ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემების მოწოდება
15-17 წლებში სისტემა, რომელზეც ოცნებობდა შეიარაღებული ძალები დიდი ხნის განმავლობაში და ყველა ვინც მეტნაკლებად ამ თემებით არის დაინტერესებული და ბოლო წლებში საბჭოთა მძიმე ტყვიამფრქვევები, 12-დან ტყვიამფრქვევები, 40 დაზგის ავტომატური ყუმბარდყორცნები, ხელის ტყვიამფრქვევებიც, თავის მხრივ და ოცეულის ტყვიამფრქვევებიც სრულად ჩანაცვლდა ამერიკული წარმოების სისტემებით, M19-ებით, M2 ბრაუნინგებით, M249-ებით და M240-ებით. თუმცა ეს ყველაზე ქვედა დონეა რეალურად თანამედროვე ომში ხედავთ რისი საჭიროება არის და რეალურად რა ტიპის შეიარაღება ახდენს გავლენას. ხშირ შემთხვევაში დიდი სხვაობა ომის ბრძოლის შედეგზე არ აქვს იმას თუ რა ტიპის ტყვიამფრქვევი და ავტომატი აქვს ქვედანაყოფებს. თანამედროვეზე გადმოვაყენოთ კიდე რა ტიპის артиლერია ყავს, რა ტიპის ჯავშან ტექნიკა და ასე შემდეგ. კი, მინდა ჩაგიკითხო, ანუ აი ამ პერიოდში როცა აი მართლა რაღაცეების კეთდებოდა, მცდელობა და სურვილი იყო, თუ იყო რამე აი შენი შეფასებით, რაც აი სხვანაირად შეიძლება გაკეთებული, სხვა შეიარაღება გვეყიდა სხვა ტიპის და თუ იყო შანსი რომ აი ეს სხვანაირად რაღაც გაკეთებული იყო, შედეგიც 2008-ში ცოტა სხვანაირი მიგოღო თუნდაც. საინტერესო კითხვა არის, კი. იგი 2008 წლის ომამდე გახსოვთ რა ხშირად იცვლებოდა თავდაცვის მინისტრები და ხშირ შემთხვევაში დიდი ხანია უკვე მის მერე გასული და მაგრამ ბევრს ემახსოვრება ის პერიოდი, როდესაც აი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შეიარაღების შესყიდვა ხდებოდა, განსაკუთრებით ეს უკრაინას ეხება, ჩეხეთს და კიდე ერთი-ორი რამდენიმე ქვეყანა იყო საბრძოლო მასალების მიმართულებითაც, საარტილერიო დანადგარების მიმართულებითაც, მაგრამ უფრო აი ჯავშან ტექნიკას და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს ეხება, იყო შესყიდვები იგივე რადიოლოკაციური სადგურების ის გახმაურებული ამბები, რადიოლოკაციური სადგურები უკრაინიდან გაბერილ ფასებში რო იქნა შესყიდული, იგივე ჩეხეთიდან მოხდა ძველი მოდიფიკაციის T-72M-ების შესყიდვა, რომელიც ერთ-ერთი პირველი მოდიფიკაცია იყო T-72-ის, T-72-A საექსპორტო ვარიანტი იყო. შიშველ ტანკებს ეძახდნენ, არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა, ეგ პერიოდი და 70 ერთეულზე მეტი ეგეთი ტანკი შემოვიდა და მათი მოდერნიზაცია კი მოხდა შემდეგ ნაწილის სიმერთის დონემდე საქართველოში, მაგრამ ეს დინამიური დაცვის სისტემების არ მქონე ტანკები იყო და დამატებითი ხარჯები დაჭირდა იმის რაღა იმ დონემდე მიყვანას რომ მიახლოებოდა თუნდაც T-72B-ს და T-72B-ებს, რომელიც ერთი ბატალიონის შემადგენლობით ყავდა მანამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მოყოლებული 90-იან წლების შუა პერიოდიდან, ხო? იგივე სხვადასხვა ტიპის საავიაციო საბრძოლო მასალები, რომელიც შესაძლებელია რომ გაგვეჭირებინა გვეშოვა სხვადასხვა ქვეყნებში და რეალურად ამ საბრძოლო მასალებს სერიოზული შედეგი დაედო ომის დროს, საფრენი აპარატები ეს 25-ის საბრძოლო მასალებზე არის საუბარი ძირითადად. მაგალითად ზოგიერთი ტიპის ზუსტი დამიზნების ბომბები, რომელიც თავსებადი იყო მოდერნიზებულ 25 მიმინოებთან. თუმცა რეალურად ეგ ომი იმდენად სწრაფად დაიწყო, იმდენად სწრაფად დამთავრდა, განსაკუთრებით სწრაფად დამთავრდა, რომ მთელი ჩვენი სამხედრო რესურსების გამოყენება ვერც მოვასწარეთ. რეალურად შეიარაღებული ძალების მთლიანი სამხედრო პოტენციალი რაც იყო, მაგისი ჩართვაც ვერ მოესწრო, არა მხოლოდ შეიარაღებულ ძალებზე, არა მხოლოდ საუბარი, მთლიანი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი რაც იყო, ის არსად არ გამოჩენილა რეალურად, იმიტომ რომ ომი დამთავრდა პოლიტიკური გადაწყვეტილებით, არ გაგრძელებულა და რეალურად არსად არ გამოჩნდა იქ რეალურად ხანგრძლივი ომის შემთხვევაში რა შესაძლებლობები ჰქონდა ქართულ ხალხს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მთლიან ქვეყანას. რა თქმა უნდა, ალბათ მაინც ცუდად დამთავრდებოდა ეგ ომი, მაგრამ დანაკარგები ბევრად უფრო დიდი იქნებოდა ჩვენი მოწინააღმდეგის თვისაც რა. ხო, ძირითადად ძალიან დეტალებში აღარ წავალ მაგ კითხვაზე ძალიან გაიწელება, იყო ეგეთი მომენტები მოკლედ რა. იყო იგივე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიმართულებით გარკვეული ტიპის სისტემები იყო შეძენილი, რომლებმაც პრაქტიკულად ვერაფერი ვერ გააკეთეს მაგომის დღეებში და არც იყო მოსალოდნელი რომ ამას იზავდნენ და შეიძლებოდა ეს სიტყვაზე ეგ ფული დახარჯული იყო სხვა ტიპის სისტემების, იგივე საბჭოთა სისტემების შესყიდვაზე, რომელიც სიტყვაზე რამდენიმე ერთეული საფრენი აპარატის ჩამოგდებას შეძლებდა, მაგრამ სპაიდერებს გულისხმობ. სპაიდერს არ გულისხმობ ერთ-ერთი საბჭოთა სისტემა. სპაიდერი პირიქით ძალიან ჭკვიანური შესყიდვა იყო და იმ პერიოდშიც და ეხლაც ახლო და საშუალო მანძილის შორის კატეგორია არის კიდე გარდამავალი კატეგორია, მაგ კატეგორიას განეკუთვნება სპაიდერი, მაგ კუთხით სერიოზული სისტემა არის. აი კერძოდ OSAKM-ის ტიპის სისტემებს გულისხმობ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სუსტი სისტემად ითვლება საბჭოთა საზეიმო სისტემებში, მაგრამ მოხდა მათი გარკვეული რაოდენობის შეძენა და მაგ თანხით შეიძლებოდა საერთოდ სხვა სისტემები ყოფილიყო, იგივე მაგ თანხით რომ მომხდარიყო გადასატანის საზეიმო სარაკეტო სისტემების შესყიდვა და გათვლების მომზადება, შედეგი ბევრად უფრო დიდი იქნება, შეიძლება მაგის თქმა. ჩვენ სტრატეგიული ავიაციის ერთ-ერთი
თვითმფრინავი ჩამოუგდეთ იმ პერიოდში რუსეთს. ეს ბუკით იყო ხო როგორც ბუკის სისტემით იყო ბუკები. ეს ჩვენ დაგვრჩა საბჭოთა კავშირიდან თუ მაგ პერიოდში შეძენილი იყო 2007 წელს ეგ ბუკები უკრაინიდან მოხდა შესყიდვა. ბუკ-M1-ის კონფიგურაცია იყო 9M38 M1 ტიპის რაკეტებით. რა თქმა უნდა, არც მანქანები იყო რაღაც ძალიან დიდი რაოდენობის და რაკეტების მარაგი, თუმცა მასეთი შესაძლებლობების მქონე საზენიტო სარაკეტო კომპლექსი პირველად გვყავდა შეიარაღებაში და მოხდა ბუკიდან ჩამოგდება ცხინვალის დასავლეთი მიმართ, ეს სოფელი კორბოული რო არის დაახლოებით მაქედან რამდენიმე კილომეტრი ჩამოვარდა. ეგ Tu-22 გამზადებული იყო და ბომბა უნდა განეხორციელებინა მაგ თვითმფრინავს კოპიტნარის აეროდრომის ალბათ მანამდე კოპიტნარი დაბომბეს სხვა Tu-22-მა და ეგ თვითმფრინავიც ბომბებიანად ჩამოვარდა და კარგი ნანადირები იყო მოკლედ. რატო დაჭირდა სტრატეგიული ავიაციის გამოყენება, როცა ხო ბაზები? ეგრეთ შორს არ ვარ. სტრატეგიული ავიაცია დიდი რაოდენობით ბომბებს ეზიდება, იგივე დაზიანებას, რაც Tu-22-ის ერთ გადაფრენა შეუძლია მიაყენოს აეროდრომზე, ხო, Su-25-ის რამდენიმე ათეული გაფრენა შეიძლება დაჭირდეს. ძირითადად რა დაფრინავდა რუსების მხრიდან Su-25-ები, Su-24-ები, რაც მიწაზე ბომბავდნენ, რაც Su-24-ს და არც მით უმეტეს Su-25-ს არ აქვს იმხელა საბომბე დატვირთვა, რამხელაც Tu-22-ს აქვს. Tu-22-ებმა ასე გადაუარეს კოპიტნარის აეროდრომს პარალელურად არ დაუბომბიათ ასაფრენზული, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრად უფრო სერიოზული იქნებოდა ზიანი ეს განივად გადაუარეს. სხვადასხვა იქვე მდებარე სოფელში ჩამოვარდა რამდენიმე ბომბი და კიდე აპირებდნენ როგორც ჩანს დაბომბვას და სანამ იფრინდებოდა მანამდე მოხდა მაგისი ჩამოგდება რა. ნუ დაბომბვა ვერ მოასწრო. Tu-22 იქით იყოს და არის ინფორმაცია იმაზე, რომ გამზადებული იყო ასტრახანის მიმართულებით ერთ-ერთ აეროდრომზე გამზადებული იყო 5 ერთეული Tu-60. Tu-60 კიდევ უფრო რა ყველაზე მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენი არის Tu-95-თან ერთად რუსეთის სტრატეგიულ ავიაციაში 5-6 ერთეული Tu-60 იყო გამზადებული და შესაძლოა მათ დაეწყოთ გარკვეული სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა, რომ მალე რაც შეიძლება მალე გაეტეხათ მოკლედ ჩვენი ასე ვთქვათ წინააღმდეგობის ნება რა, ასე დავარქვა. თან Tu-22 ჩამოგდებული იქნა 9 აგვისტოს. ანუ ეს ის პერიოდი, როდესაც შეიარაღებული ძალები ჯერ კიდევ აგრძელებდა საბრძოლო მოქმედებების წარმოებას, ხო? დღევანდელობაზე რომ გადავიდეთ, მე მგონი, აი დღეს რეგიონში რა ძალად ვითვლებით? ასე დავსვაკითხოს. რეგიონში რა ძალად ვითვლებით, ეს სხვადასხვა დონეებზე შეგვიძლია მაგის განხილვა, მაგრამ მოდი აი სტრატეგიულ დონეზე რო ავიღოთ, მთლიანი სახელმწიფოს სამხედრო ტექნოლოგიური პოტენციალი. ნუ მესამე ადგილზე ვართ. რეგიონში გააჩნია ხა რომელი ქვეყნებს მოვიაზრებთ, ხო? სომხეთ, აზერბაიჯანი და ჩვენ თურქეთს და რუსეთს ხო არ შევედრებით ხა მაგ კუთხით. მესამე ადგილზე ვართ, რა თქმა უნდა, ბოლო ადგილზე ვართ. შეუდარებლად გვისწრებს აზერბაიჯანი და გვისწრებს ასევე სომხეთიც. სომხეთს და აზერბაიჯანს სიტყვაზე შეგვიძლია შევეჯიბროთ და მთელი რიგი მიმართულებებით აღემატება ჩვენი თავდაცვის ძალების სხვადასხვა ტიპის სპეციალიზირებული ქვედანაყოფები და იგივე ბრიგადების პირადი შემადგენლობა. ადამიანური დონეზე. ხო, ინდივიდუალურ დონეზე, ხო, პირადი შემადგენლობის ნაწილი, რომელსაც იგივე ავღანეთის მისიაში აქვს თავის დროზე მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა სერიოზული სწავლებები აქვს გასულ წლებში გავლილი და ასე შემდეგ, თუმცა ესე არ ხდება, ხო? ესე არ ხდება შედარება რაღაც ქვედანაყოფს და მთელი შეიარაღებული ძალები უნდა შეადარო მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების სრულ პოტენციალს. ნუ აზერბაიჯანი სხვა დონეზე არის გასული, იგივე სომხეთის შეიარაღებული ძალებს ალბათ საერთო საბრძოლო პოტენციალით 4-5-ჯერ აღემატება, განსაკუთრებით შეიარაღების კუთხით და იმ შეიარაღების სისტემების შესაძლებლობების კუთხით. ეს კარგად გამოჩნდა 2020 წელს და რეალურად აზერბაიჯანს რაღაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არაფერი ისეთი დანაკარგი არ ქონია ცოცხალ ძალაში, მინიმალური ცოცხალი ძალის დანაკარგის ხარჯზე მოახერხეს ყარაბაღის დაბრუნება და პრაქტიკულად ეგ იყო პირველი მაღალ ტექნოლოგიური ომი სამხრეთ კავკასიაში. პრაქტიკულად აზერბაიჯანმა დრონების, артиლერიისა და ნაწილობრივ ავიაციის საშუალებით, ჩვეულებრივი პილოტირებადი ავიაციის საშუალებით მოახერხა სომხური ძალების განადგურება და განდევნა ყარაბაღიდან. დიდი როლი შეასრულა კი პილოტირებადმა ავიაციამ, ეს Su-25-ები მუშაობდნენ, Mi-24-ები, მათ შორის მოდერნიზებული Mi-24-ები, მოდერნიზებული Su-25-ები, რომლებიც კორექტირებადი ზუსტი დამიზნების ბომბებს იყენებდნენ, კიდევ უფრო დიდი როლი შეასრულა артиლერიამ ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალებით, განსაკუთრებით თურქეთიდან შესყიდულმა T-122-ის, T-300-ის
TOT-122 და TSAMAS-ის ტიპის სისტემებმა და ისრაელიდან შეძენილმა ლინქსებმა, რომლებმაც პრაქტიკულად გაანადგურეს ზუსტი დამიზნების რაკეტებით სომხური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების დიდი ნაწილი, შტაბები, იგივე SAMAS-ის ტიპის სისტემების განლაგების არეალები და სხვადასხვა სტრატეგიული დონის მიზნები. ასევე ისრაელის წარმოების ბალისტიკური რაკეტები LORA ჰქონდა აზერბაიჯანს და პირველად მოხდა რომ სამხრეთ კავკასიაში რაღაც ისკანდერის მე ორი ერთეული ისკანდერი ხო გამოიყენა რუსეთმა 2008-ში და ისკანდერის დონის შესაძლებლობის რაკეტების გამოყენება პირველად დაფიქსირდა ეს 600 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტა არის LORA და პრაქტიკულად უკვე ერევანში აპირებდნენ დარტყმების დაწყებას ომი რო არ გაჩერებულიყო და სომხეთის ტერიტორიის სრულ ოპერატიულ სიღრმეებში ახორციელებდნენ საბრძოლო მოქმედებს, ოღონდ არა ხმელეთზე ქვედანაყოფებით, არამედ ბალისტიკური რაკეტების დარტყმებით ზურგიდან. რეალურად მოხდა ის, რომ აზერბაიჯანმა სომხეთს შესთავაზა საბრძოლო მოქმედებების სრულ ოპერატიულ სივრცეში, რომელიც სომხეთის ტერიტორიიდან გამომდინარე შეიძლება სომხეთისთვის სტრატეგიულ სივრცედაც მოუიაზროთ და ამ დროს სომხური შეიარაღებული ძალები მეტნაკლებად მაინც ყარაბაღის სივრცეში იყვნენ ჩაკეტილები და კანტიკუნტად ისროდნენ კადის ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს აზერბაიჯანის დედაქალაქის მიმართულებით და იქაც სერიოზული ზიანი ვერაფერს ვერ მიაყენეს ხო იქით ნავთობის ტერმინალებზე უნდა ჩაესმა რამდენიმე რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა ჩამოაგდო ისევ და ისევ ისრაელიდან შესყიდულმა პარაკრებებმა ჩამოყარა ნაწილი საერთოდ დაუსახლებელ პუნქტებში ვარდებოდა და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ რა დრონები იგივე ბაირაქტარებმა გამოიჩინეს თავი, ვინაიდან სომხური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები საბჭოთა სტანდარტით მოწყობილი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები იყო, საბჭოთა სისტემები ცოტათი უფრო თანამედროვე რუსულებიც ჰქონდათ, მაგრამ საერთო ჯამში არ იყო ტექნოლოგიურად ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც პრაქტიკულად შეზღუდავდა ბაირაქტარების ფრენებს და გახსოვთ რა მხელა ეფექტი ჰქონდა ეს მსხვერპლად ფუგასური მამელის და მამესის ტიპის ბომბები, თურქული წარმოების ბომბები, რომლებიც თავი გამოიჩინეს ომში და სომხურ საარტილერიო დანადგარებს და ტექნიკას როგორ ნაწილობრივ ანადგურებდა და უმეტესად წყობრიდან გამოყავდა და შემდეგში ხელში იგდებდნენ ამას აზერბაიჯანელები. რუსეთმა შეძლეს ხო ბაირაქტარების განეიტრალება ძალიან მცირე დონეზე იყო ესეთი მომენტი, როდესაც ომის დაწყების შემდეგ დღეებში რუსებმა სომხეთში ჩაიტანეს კრასუხა 4-ის ტიპის რეპ სისტემები, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები და ასევე პალანტინის ტიპის სისტემები იყო. კრასუხები გადაურჩა, თუმცა პალანტინი გაუნადგურეს, რეპელენტიც იყო ჩატანილი, ასევე რუსულები გაანადგურეს აზერბაიჯანელებმა ზუსტი დარტყმებით, თუმცა რაღაცა კუთხით ზოგიერთი ტიპის დრონს შეუქმნეს ამ კრასუხა 4-ებმა და კიდე შეიძლება სხვა სისტემებიც ყოფილიყო. პრობლემები განსაკუთრებით აი მახსენდება ერთი ფაქტი, ომის მიმდინარეობის დროს ეს შუა ეტაპზე იყო ომი და აქტიურად დაფრინავდნენ აზერბაიჯანიდან იგივე ისრაელის წარმოების კამიკაძე დრონები, ეს ჰაროპები და ჰარპიები რა. ეს ჰაროპი და ჰარპი არის იგივე ტიპის დრონები, მსგავსი ტიპის დრონები, როგორც ეს ირანული შაჰიდ 136-ები, ირანელებმა თავის დროზე შაჰიდ 136-ები სწორედ ამ ჰარპის მიბაძვით გააკეთეს, ჰარპის და ჰაროპის მიბაძვით გააკეთეს. ორი ერთეულ ჰარპი ცოტა წინანდელი ვარიანტი არის ჰაროპის, ორ ერთეულმა ჰარპმა დაკარგა პირდაპირი კავშირი და ნაცვლად იმისა, რომ მიზანთან მიფრინდნენ, ესეთი სპირალისებური მოძრაობები დაიწყეს და კახეთში შემოფრინდნენ. ხამის 3 საათი იყო და ერთ-ერთ სოფელში აღარ მახსოვს ზუსტად მე მგონი საგარეჯოში იყო. ვენახში ჩამოვარდა ორივე რა აფეთქდა და აი უკრაინაში როგორ შეძლეს ბაირაქტარების განეიტრალება რუსებმა? უკრაინაში როგორ შეძლეს რეპ სისტემები, მაგრამ რეპ სისტემებამდე სანამ მივიდოდა საქმე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა ჩამოყარეს დიდი რაოდენობა, განსაკუთრებით აი კიევის ჩრდილოეთით რომ მიდიოდა ბრძოლები, ხო, ჩერნობილი ეს კით რა ქვია გოსტომელი ბუჩას მიმართულება ჩერნობილი და ბელარუსის საზღვრიდან იყოს მომდგარი რუსული ძალები. მან დაფრინავდნენ აქტიურად ბაირაქტარები და ბევრი ჩამოაგდეს მოკლედ რა. არ არის მოკლედ ბაირაქტარის ტიპის დრონები, მაგზომის დამტკბილი დრონები, ისაფრენი აპარატები, რომელიც იბატონებენ ჰაერში, როდესაც მოწინააღმდეგე სერიოზული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ყავს რა. ჩვენები და სომხეთის მსგავსი ქვეყნების წინააღმდეგ ეფექტური იქნება. ჩვენთან აი სულ მიდის კამათი აი ავიაციაზე და აი დრონებზე როცა ვლაპარაკობთ, რომ საერთოდ ჩვენ ავიაცია გვჭირდება თუ არა, მithumეტეს ძალიან ზვირი ღირს აპარატის მომსახურებას ყოფილი და ბევრი ამბობს, რომ აი მარტო დრონებზე უნდა კონცენტრირდეთ, ასე ვთქვათ რა. შენ რას ფიქრობ ამაზე? ხო, იგივე ხალხი იმასაც ამბობს, რომ ტანკების ადგილი აღარ არის ბრძოლის ველზე. ეგ მიანიშნებს იმაზე, რომ ცოტა იყოს და კომპლექსური ცოდნა არ აქვთ მაგ მიმართულებით. არაფრის ამოღება არ შეიძლება. შენ თუ ამოიღებ ავტომატს
ქვედანაყოფების შეიარაღებით და მოწინააღმდეგე მოვა და მესანგრის ნიჩბით ან 12 კალიბრიანი თოფით გაგანადგურებს, ხო? ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, ტანკი სახმელეთო კომპონენტში შეუცვლელი ელემენტია თავდაცვაშიც, შეტევაშიც, დრონით რომ მარტივი გასანადგურებელი გახდა, ეგ არნიშნავს იმას, რომ უნდა მოიღო რაღაცა ელემენტი. ძალიან მალე უკვე მივა იმ ეტაპამდე დაიხოცება ტანკების აქტიური დაცვის სისტემები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ტანკს წინააღმდეგ უჭურვების ჩამოყრაზე იყო გათვლილი, რომ მარტივად მოახერხებენ სხვადასხვა ტიპის FPV დრონების, კამიკაძე FPV დრონების ჩამოყრას. ამიტომ ეს დროებითი მოცემულობაა, რაც ახლა ხედავთ, ადაპტაციის პერიოდია, დროებითი მოცემულობაა, როდესაც მრავალმილიონიანი ტანკი, თუნდაც იგივე აბრამსის თანამედროვე მოდელები, ხედავთ როგორი დახუნძლული არის უკრაინელების მხრიდანაც, სხვადასხვა მაგალებს რო ეძახიან, რუსებმა უკვე ზღარბების გაკეთება დაიწყეს, ბავთულებით რო იმუშავებიან, მაგრამ გაართულა იგივე დრონებით განადგურება, მაგრამ რაღაც ეტაპზე უკვე ტანკის საბორტე აქტიური დაცვის სისტემები, როგორც არის იგივე ისრაელის წარმოების Iron Fist, რუსული Arena M და ჩინური GL6 იგივე თანამედროვე, მივა იმ დონემდე, რომ FPV დრონების გასულად განეიტრალება შეიძლება. ამიტომ ეს დროებითი მოცემულობა, ამიტომ არაფერი ამოსაგდები არ არის. რაც შეეხება ავიაციას, ხო, ძირითადი კითხვის ძირითადი ნაწილი. რა თქმა უნდა, გვჭირდება ჩვენ ავიაცია, მით უმეტეს მთაგორიანი ქვეყანა ვართ და განსაკუთრებით გვჭირდება მოქმედი, ესე ვთქვათ, კარგი ტექნიკური შესაძლებლობების მქონე შოუმფრენების პარკი, როგორც შეიარაღებულ ძალებში, ასევე ტურიზმის მიმართულებით არის მნიშვნელოვანი, რომ იგივე მთაგორიან რელიეფიდან გამომდინარე არის მთელი რიგი მიმართულებები, სადაც წელიწადის გარკვეული პერიოდი საერთოდ ვერ ახვალა და ვერტფრენს მაგ პერიოდში შეუძლია ტურისტები წაიყვანოს ძალიან დიდი რაოდენობით. იგივე ტურიზმის სამხედრო იმაზე რო არ შევჩერდი, მაინც და მაინც ტურიზმის მიმართულებით დიდი ზომის სატრანსპორტო ვერტფრენების პარკი რო იყოს ქვეყანაში, იგივე თუშეთში მაგალითად ნებისმიერ დროს პირიქით ახევსურეთში ნებისმიერ სვანეთშიც იგივე ჩაკეტილი რო არის ხოლმე ნებისმიერ დროს შეგეძლება ასვლა. სვანეთში კი აეროპორტი არის თვითმფრინავი დაფრინავს, მაგრამ ვერტფრენი მაინც შეუცვლელი არის დიდწილად მთაგორიანი ქვეყანაში, თითქმის ყველგან შეუძლია ასვლა და დაჯდომა, ხო? იგივე გახსოვთ ამ სამაშველო ოპერაციების დროს როგორ წავით იდგა ვერტფრენების საჭიროება და კი ყავდა ვერტფრენები ძველი მირვა ტიპის საბჭოთა ვერტფრენები იყო გარემონტებული, რომელზეც ზოგზე ეკიდა ჯალამბარი სამაშველო ფუნქციებიც ჰქონდა, მაგრამ ესეთი სრულფასოვანი თავიდანვე ქარხანაში ისე დაპროექტებული ვერტფრენი სამაშველო ფუნქციები ყოფილიყო მისი არ იყო და ბოლო 2 წლის განმავლობაში მოხდა 3 თუ 4 ერთეულის შესყიდვა ევროკოპტერის H145-ები, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ვერტფრენები არის მაგ მიმართულებით და დიდწილად მოიხსნა ეგ პრობლემა. რაც შეეხება სამხედრო მიმართულებას. ვერტფრენები ახლა ჩვენ ყოველთვის ყავდა მოყოლებული, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, იგივე აფხაზეთის ომის პერიოდში მირვა ტიპის ვერტფრენები აქტიურად დაფრინავდნენ, Mi-24 ტიპის დამტმელი ვერტფრენები ნაწილი დაიკარგა. კიდეც იგივე ჯიმი ვაისურაძე Mi-24-ით რო დაფრინავდა, ჩამოაგდეს ხო მაგ ომში ლეგენდარული მფრინავი Mi-24-ის, ბევრი პილოტი დაიღუპა გმირულად ისე სატრანსპორტო ავიაციაში, მირვების ჩამოგდებაც მოხდა. და აქეთ 25 ტიპის მოიერიშები, რომელიც იმიტომ ყავს დღემდე, რომ თბილისში იწარმოებოდა საავიაციო ქარხანაში და თავის დროზეც იმიტომ ყავდა, ხო? ავიაცია აუცილებელი არის და ძვირიჭდება რო ეძახიან, ძვირიჭდება ზოგადად დამოუკიდებლობა რა, მით უმეტეს ჩვენისთანა ქვეყნებისთვის. ავიაცია აუცილებელია, იგივე ვერტფრენები, რასაც ვიძახი, დამტმელი ვერტფრენები და სატრანსპორტო ვერტფრენები, რომლითაც მთაგორიან რელიეფზე სწრაფად შეგიძლება სხვადასხვა შეიარაღების სისტემების გადატანა, საბრძოლო მასალის მიწოდება შეუცვლელი არის მაგ კუთხით. არის მთელი მიმართულები, სადაც საათები ჭირდება, რომ რაღაცა მიიტანო იგივე დიდი სატვირთო სამხედრო მანქანით, ვერტფრენით მაგას უცებ აკეთებ. რაც შეეხება გამანადგურებელ ავიაციას, რაზეც უფრო არია, ხო, ალბათ აქცენტი, სამწუხაროდ ამ დრომდე საქართველო ვერ შედგა ისეთ სახელმწიფოდ ვერ მივიდა იმ ეტაპამდე, ისეთ სახელმწიფოდ ვერ შედგა, რომ აქამდე ყოლოდა გამანადგურებელი ავიაცია, რაც აი სტრატეგიული ამოცანა უნდა ყოფილიყო ქვეყნისთვის. თუ ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ სამხედრო შესაძლებლობით, ანუ სამხედრო რესურსით ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვას, მაშინ ყველა მიმართულების განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ, მათ შორის არის საზღვაო ძალების და უამრავი სხვადასხვა საშუალებები და პოტენციურად შესრულებადი პროგრამები იყო და არის კიდე, რაც შეიძლება გამოყენებულიყო ამ მიმართულებით, ხო? სამომავლოდ თუ
თუ გავაკეთებთ ისეთ დათქმას, რომ სამომავლოდ ჩვენ ვიქნებით სრულფასოვანი შემდგარი სახელმწიფო სტრატეგიული გათვლებით, აუცილებელია გამანადგურებელი ავიაციის, მრავალფუნქციური გამანადგურებელი ავიაციის პარკის ყოლა. სულ 25-ები ახლა რაც ახლა გვყავს, ხო, მეტი არაფერი არ გვყავს და იმის გამო რომ რაღაცა მინიმალური საავიაციო სამხედრო რესურსი გქონდეს და პილოტებით შევინარჩუნოთ. სულ 25-ები გარემოთ და ბოლო წლების განმავლობაში წლები მიწაზე იჯდნენ პრაქტიკულად ალბათ აი 2010-11-12 წლებიდან მოყოლებული 2010-ში გაუქმდა საჰაერო ძალები და სახმელეთო ჯარებს შეერწყა როგორც საავიაციო ბრიგადის სახით და მას შემდეგ ეს პერიოდი იყო, როდესაც პრაქტიკულად გაჩერდა სულ 25-ების ფრენები და მიწაზე იჯდა მეტნაკლებად ქართული ავიაცია. თუ რაღაც რამდენიმე ერთეული იროკეზის ფრენას არ ჩავთვლით, ხო? ბოლო პერიოდში გარემონტო და Mi-24-ებიც მირობის გარემონტა რაღაც ნაწილი სასწავლო ბიპლანები ანურები, რომლებითაც საპარაშუტო ხტომებს ახორციელებს იგივე ჩვენი სპეცდანიშნულების ძალები და სულ 25-ების ნაწილიც ჩადგა მწყობრში რა. მაგრამ ეს არ არის ავიაცია, რომელიც რეალურად ჩვენს მოთხოვნებს პასუხობს და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს პასუხობს. ჩვენ გვჭირდება მაღალ ტექნოლოგიური, თუნდაც მცირერიცხოვანი, მაგრამ მრავალრიცხოვანი ხო ვერ გვეყოლება. მცირერიცხოვანი, მაგრამ მაღალ ტექნოლოგიური ავიაცია, სადაც ერთი საფრენ აპარატს იგივე, ერთ საფრენ აპარატს შეიძლება იმაზე მეტი საქმის გაკეთება, ვიდრე 4-6 სალ სიტყვაზე 25 შეუძლია, ხო? F-16-ის იგივე F-16-ის ერთძრავიანი მსუბუქი გამანადგურებლის თუნდაც საშუალო დონის კონფიგურაციები, ხო, ბლოკ 40-42-ები რო ავიღოთ, რაღაც 70-72 ბლოკებზე რო არავიდეთ ზემოთ, არის თვითმფრინავები, რომელიც თუნდაც აი ამ მოცემულობაში, რაც ჩვენს პოტენციურ მოწინააღმდეგეს ჩრდილოელ მტერს ყავს ჩვენს ტერიტორიაზე შემოყვანილი, მაგ სამხედრო ძალების მაღალი ეფექტურობით განადგურების საშუალებას იძლევა. არის საჭირო სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარება, იმიტომ რომ მაგ კუთხით კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში. რაც გვაქვს მარნეულის სამხედრო აეროდრომი, არის თავად ეხლა თბილისის აეროპორტი, კოპიტნარი, სადაც შეიძლება სამხედრო დანიშნულებითაც გამოიყენო ომის დროს. კიდე არის რამდენიმე აეროდრომი, მაგრამ უამრავი აეროდრომია საქართველოში. ხო, იგივე დიდი შირაქის აეროდრომი დედოფლის წყაროში, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა საბჭოთა პერიოდში, იგივე ირანის მიმართულებაზე. ავღანეთშიც კი სულ 24-ებს ავღანეთშიც კი უფრენიათ მაგ აეროდრომიდან თავის დროზე. ერთი მნიშვნელობა ჰქონდა. ეგ აეროდრომები დასავლეთ საქართველოში არის კიდე რამდენიმე ისეთი სერიოზული სამხედრო აეროდრომი კარგ ადგილებში. უნდა გარემონტდეს, თუნდაც ასაფრენი ბილიკები უნდა მოვიდეს იმ მდგომარეობაში, რომ საჭირო დროს იქ მიიყვანო მანქანები და რაღაც დონეზე თვითმფრინავის მიღება მაინც შეძლოს, როდესაც ხარ პატარა ქვეყანა, სააეროდრომო ინფრასტრუქტურა უნდა განავითარო, პლუს უნდა განავითარო ავიაცია ისეთი კუთხით, რომ შეძლო სხვადასხვა ავტომაგისტრალების გამოყენება თვითმფრინავების დასასმელად. ამ კუთხით მსუბუქი გამანადგურებლები უფრო არის რეკომენდირებული. ეხლა გამანადგურებლები სხვა კატეგორიებად იყოფა. მსუბუქი არის მაგალითად საბჭოთა MiG-29 ამერიკული F-16 შვედური გრიპენი მაგალითად ეხლა რა პროგრამასაც მოაწერა უკრაინამ ხელი შვედეთთან 150 ერთეულამდე რო ყიდულობენ. ეს არის თვითმფრინავი, რომელსაც აი მოკლე შედარებით მოკლე ასაფრენი ბილიკი ჭირდება, ნაკლებად მომზადებული, შეუძლია გზებზე დაждობა აფრენა, განსაკუთრებით ეს ეხება გრიპენს, F-16 ცოტა ნაკლებად გარკვეული პრობლემები აქვს გრიპენს განსაკუთრებით და აი ამ მიმართულებით უნდა იფიქროს უფრო საქართველოს სტრატეგიული გათვლების კუთხით. თუ ევროპაზე შევაჩერებთ აქცენტს, გრიპენი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიაცია არის რა. თუ იგივე ამერიკის მიმართულებით იქნება მაგ კუთხით გათვლები F-16 ალბათ და შემდგომში სამომავლო პერსპექტივაში F-18-ზე გადასვლის პერსპექტივით, იმიტომ რომ დღეს რო ჯაველინები გვაქვს, ხო, 20 წლის წინ მაგას ვერავინ ვერ იოცნებდა, ხო? და 20-30 წლის მერე რა დონეზე იქნება საქართველოს გაცმარიც ის უნდა მოხდეს გრძელვადიანი სტრატეგიული გათვლები, კონკრეტული საფრენი აპარატების სტრატეგიული გათვლების შესაბამისად შერჩევა, რომ ის პოტენციური მოწოდებელი რაღაცა შენი პოტენციური მტერი არ გახდეს შემდეგში როგორი რაღაცებიც მომხდარა რა. ამიტომ თან დიდ თანხებს საჭიროებს, მაგრამ რეალურად ეგ თანხების გამონახვადია თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე გააკეთებ აქცენტს და მაგ საფრენი აპარატების ტექნოლოგიური მომსახურების ბაზა უნდა დაინერგოს ასევე. იგივე საავიაციო უნივერსიტეტი, ჩვენი სადაც ავიაციის სპეციალისტები მზადდებიან, ხო, იგივე ინჟინრები, ტექნიკური პერსონალი, ტექნიკური სპეციალისტები. თუ კი ახლა შეიძლება რომ მან მომზადო ტექნიკური სპეციალისტი, რომელიც 25-ს მომსახურება Mi-8-ს, Mi-24-ს, თუ
თუ სიტყვაზე შენ აქცენტს აკეთებ გრიპენზე და F16-ზე ხო, შორეული პერსპექტივისთვის უკვე მაგ მიმართულებითაც უნდა დაიწყო, რომ იგივე GPI-ში ტექნიკურ უნივერსიტეტშიც არის ავიაციის სპეციალისტების მიმართულება, არის ეგეთი სპეციალიზაცია, ეგ მიმართულება, მანდაც და ავიაციის უნივერსიტეტში განსაკუთრებით ამ დასავლური გამანადგურებლების ტექნოლოგიური სასწავლო ბაზას შემოიტანო, იმიტომ რომ მაგის გარშე არ გამოვა არაფერი. კი ბატონო გიგა, ერთი არის ეს შეძენა შეიარაღების, მაგრამ მეორე არის აი რაც გვაქვს, ასე ვთქვათ, ის არის თუ არა ათვისებული მაქსიმალურ დონეზე. და ეხლა მაგალითად რაც გულისხმობ იგივე ავიაციაზე სიტყვაზე რომ ვთქვათ, ჩვენ ვიცით რომ აზერბაიჯანი 25-ებზე იყენებდა პლანირებად ბომბებს. აი ჩვენ შეგვიძლია თუ არა გავაკეთოთ ასე ვთქვათ ანალოგიური და ანუ გვაქვს თუ არა არსებული მოდერნიზაციის გზა. კარგი კითხვა არის. აზერბაიჯანი რას აკეთებდა, მოდი მაგით რომ დავიწყოთ ცოტა უსწრაფად წინან კი ვახსენე, მაგრამ ეხლა ბევრად წინაა წასული, უფრო მძიმე კატეგორიის ბომბების გამოყენებას დაიწყეს 25-ებზე იგივე და ყარაბაღის ომის პერიოდში იყენებდა 250 კილოგრამიან Q-PAB 250 ტიპის ბომბებს, რომელსაც ბაქოსთან ახლოს აწყობდნენ მთელ ამ კომპლექტს. ეს იყო საბჭოთა PAB 250 ტიპის მსხვერპლად ფუგასური ბომბი, Q-PAB 250 საბჭოთა ფუგასური ბომბი, რომელიც აღჭურვილი იყო ამ Q-PAB 250-ის კომპლექტაციაში, ორი სხვადასხვა ტიპის დამიზნების კიტით რა, ფრთები როგორც აი ამერიკული JDAM-ები, როგორც არის GBU სერიის ბომბები, ეს თურქული კომპლექტაცია იყო, რომელიც სპეციალურად ამ PAB 250-ებისთვის გაკეთდა და 5 მეტრის სიზუსტით უყავდნენ მიზნებს და 250 კილოიანი ბომბი რო გეცემა 5 მეტრის სიზუსტით, ბევრად საშინელი რამე არის დამიჯერეთ, ვიდრე 100 მეტრში რო ანუ თუნდაც 50 მეტრში რო 500 კილოგრამიანი ვარდება რა. 5 მეტრი პრაქტიკულად ისე რომ ზეთავზე დაასვი რა და მან უკვე 250 კილოიანს დიდი ეფექტი აქვს. ესე იგი მაგის შემდეგ განავითარეს ეგ მიმართულება და უკვე ასული არიან 500 კილოგრამის კატეგორიაზე, ნუ მაგაზე უფრო მძიმე ბომბებს 25-ები ვერ ყრის და მან თავარი მიმართულება რა არის? საკიდი წერტილები დასავლური ბომბების მიმართულებითაც მუშაობდნენ. საკიდი წერტილები, რომელზეც ეს ბომბები მაგრდება, არის საბჭოთა სტანდარტი და არის დასავლური სტანაგის სტანდარტი რა. აზერბაიჯანელები მუშაობდნენ მაგ მიმართულებით, რომ შეთავსება მომხდარიყო ამ პილონების საკიდი წერტილებზე, დასავლური სტანაგის სტანდარტის საკიდი წერტილებზე თავსებადი ბომბებისაც, ნუ ძალიან გრძელი თემა არის, მაგრამ იგივე სამუშაოები მაგალითად უკრაინელებს აქვთ ჩატარებული MiG-29-ზე, Su-24-ზეც, Su-27-ზეც და იმიტომ იყენებენ ამ დასავლურ თოსან რაკეტებს და ზუსტი დამიზნების ბომბებს რა. ჩვენ მაგ მიმართულებით ჩვენთან ოფიციალური ინფორმაცია რაც არის მაგას გეტყვით, არაფერი მაგ მიმართულებით არ არის, ჩვენ Su-25-ზე გაკეთებული ისევ და ისევ საბჭოთა ბომბები არის ძირითადი შეიარაღების ნომენკლატურა რაც იყო საბჭოთა საბრძოლო მასალა, საბჭოთა უმართავი ბომბები, ნუ შეუძლია საბჭოთა წარმოების კორექტირებადი კაპ-500-ების ჩამოყრაც, მაგრამ ნუ ეგ არ არის ეს თანამედროვე. მაგის თქვა საბჭოთა სტანდარტის ესე მინიყი რუსეთის გარდა შეგვიძლია იმისგან ვიყიდოთ საერთოდ? საკმაოდ დიდი მარაგები დაგვჭა მაგ ბომბების ჯერ კიდევ მოყოლებული საბჭოთა პერიოდიდან, რომ ჩვენი სამყოფი ბომბები ისედაც გვაქვს, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე საფრენი აპარატი ყავს და ჩამოგდება შევძლებთ, ხო? შეიძლება სხვა ქვეყნებიდანაც ადრეც შეიძლება და ეხლაც შეიძლება თუ მოინდობ, მაგრამ მაგის საჭიროება ნაკლებად არის. რეალური საჭიროება არის იმისა, რომ Su-25-ის ყოლას რო რაღაცა გარკვეული აზრი კონდეს, ხო? შენ უნდა გააკეთო მისი ღრმა მოდერნიზაცია, არა მხოლოდ რაღაც ავიონიკის მოდერნიზაცია და დამიზნების სისტემები, არამედ შეიარაღების სისტემის სრული მოდერნიზაცია თავის წერტილებიანად, რომ Su-25-ებმა მოახერხონ დასავლური საბრძოლო მასალების ჩამოყრა. იგივე პლანირებადი ბომბების ჩამოგდება, რომელიც შემდგომ პლანირებით იფრენს 30-40, შეიძლება 40 კილომეტრამდე 50 კილომეტრამდეც გაკაჩო ზოგიერთი ტიპის ბომბი და პრაქტიკულად თვითმფრინავი აღარ შევა საბრძოლო მოქმედების რაიონში, საჯარის ოჰაერ-საწინააღმდეგო სისტემების მოქმედების რაიონში არ შევა და გადარჩება დიდწილად ჩამოგდებას რა. ოღონ მან უკვე ის სიტუაციაა, რომ თვითმფრინავი ჰაერშია და დაფრინავს. შესაბამისად, მაგამდე რომ მივიდეთ, საჭიროა საფრენი აპარატების აეროდრომებზე დაცვა რა. მაგას პატარა ქვეყნებში, სიტყვაზე ისეთ ქვეყნებში, სადაც მოწინააღმდეგის ავიაცია და артиლერია ფარავს ხო, იმ აეროდრომებს აკეთებენ განსხვავებული ტიპის არმინებულ მიწისქვეშა სადგომებს, რომელიც ნუ პირდაპირ თუ რაღაც ბეტონგამტანი ბომბი არ მოარტყი, არ ნადგურდება რა. ეგ ინფრასტრუქტურა არის გასაკეთებელი, ასაშენებელი, არა მარტო Su-25-ისთვის, საომავლო თუ რაიმე ტიპის გამონადგურებელი გვეყოლება, თუ შენ მაგას ღია სის ქვეშ დააყენებ, ომის დაწყებისთანავე განადგურებადი ხდება ეგ რა. იგივე Su-25-ები
ცნობილი ამბავია ეგ, რომ საბჭოთა ანგარებში, რომელიც MiG-23-ზე და MiG-29-ზე იყო გათვლილი საბჭოთა აეროდრომებზე, რაც არის საქართველოში, 25 მან არეტევა, იმიტომ რომ ფრთების გაშლა უფრო განიერი აქვს რა. არეტევა და მთელი 90-იან წლები და შემდეგაც ეს ჩვენი 25-ები ღიაცის ქვეშ ეყენა აეროდრომზე რა. ეგეთ სიტუაციაში ღიაცის საბჭოთა როგორ ეყენა მაშინ ღიაცის 25-ები სადაც იყო განსხვავებული ტიპის ანგარი იქონდა რა, სხვანაირი ღიაცის ქვეშ იყო ზოგ შემთხვევაში. საქართველოში არა, საქართველოში სხვა ტიპის თვითმფრინავები ბაზირებდა, მაგრამ პირში 24-ები ბაზირებდა, რომელსაც ფრთები ეკეცება და ვიწროარი MiG-23-ები ბაზირებდა, სენაკში MiG-29-ები ბაზირებდა, რომელსაც ფრთაშვილება უფრო ნაკლები აქვს და ასე შემდეგ რა. ნაკუთხით იყო პრობლემები, ანუ თვითმფრინავი ღიაცის ქვეშ რო იყენია, მოწინააღმდეგე რაღაცა კასეტური საბრძოლო მასალებით რომ დაგიბომბოს აეროდრომი, იგივე რუსეთს რო დაებომბა მარნეულის აეროდრომი სომხეთის ტერიტორიიდან სმერჩებით, რომელიც ყავს ხო სმერჩები. საერთოდ როგორ გადაგვირჩა მაშინ ეს ავიაცია? აეროდრომის მომსახურე პერსონალის და ამ სპეციალისტების თავდადების ხარჯზე, რომლებმაც ფაქტიურად აი შეუძლებელი შეძლეს და ყველა საფრენი აპარატი გადაარჩინეს. 25-ებზე მაქვს საუბარი 2008 წლის ომის დროს. სწორი ტაქტიკით იცვლიდნენ ადგილებს თვითმფრინავები აეროდრომებზე განამალული იყვნენ სხვადასხვა ადგილებზე და იმ მინიმალური რესურსებით ამ ხალხმა პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო ეს საფრენი აპარატები გადაარჩინა. ნუ რაც განადგურდა იყო დაბომბვით ანური ტიპის ბიპლანები განადგურდა მარნეულში და 2 Mi-24 და 1 Mi-14 ტიპის ამფიბია ვერტმფრენი განადგურდა სენაკში, რომლებიც წყობრიდან იყო გამოსული და უბრალოდ აეროდრომზე იდგნენ რა. შევიდნენ რუსები და დაწვეს იქვე. წარმოების კუთხით ხო რაღაცა ცდილობები იყო ჩვენთან და რაღაც თითქოს ეხლაც იმ დელტაში არის რაღაცეები. ზოგადად მან რამდენად რეალური იყო ის რაც კეთდებოდა და რამდენად არსებობს პოტენციალი ამ კუთხით შენი აზრით? მან გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე ეხლა იცის მეტნაკლებად ყველა ვინც ახლოს ან შორიდან მიცნობს, ქონია მაგ მიმართულებით რაღაც შეხებები და რაღაცები იყო რაც საერთოდ არ იყო გასაკეთებელი და სრული სისულელე იყო, მაგრამ ნუ რაღაცა დროის მონაკვეთში ვიღაცამ გააკეთა, იმიტომ რომ რაღაცა გააკეთებინა და რეალური სერიოზული გაგრძელება მაგას არ ქონია. როგორც ცეცხლსასროლი იარაღის მიმართულებით, ასევე სხვა ტიპის გარკვეული სისტემების მიმართულებით, მაგრამ იყო პროექტები, რომელმაც ძალიან გაამართლა და ძალიან სწორი იყო მაგის დაწყება და განვითარება, გაგრძელება ეს დიდგორის პროექტი, რომელიც ბევრ საერთოდ არ ეჯერა ალბათ მანამდე, რომ რაღაცა მრავალფუნქციური მსუბუქი ჯავშანმანქანების ოჯახის წარმოება შეძლებდა საქართველო, ხო? და მოყოლებული პერიოდიდან 2011-12 წლებიდან დღემდე ძალიან სერიოზული განვითარება განიცადა ამ დიდგორების ჯავშანმანქანა დიდგორების ოჯახმა და დღეს არის 100-ზე მეტი მოდიფიკაცია არის უკვე შეიძლება ითქვას მოდიფიკაცია და ქვემოდიფიკაცია, მაგრამ რეალურად ბევრად უფრო მეტი არის საჭირო. ეს არის ისეთი ტიპის საბრძოლო ტექნიკა, რომელიც დიდ ომში, თანამედროვე დიდ ომში ენრაოდენობით ნადგურდება. უოლდეურად დააგვირით ახლა რა ხდება უკრაინაში, უიაფესი დრონებით ნადგურდება, არა მხოლოდ ეს მსუბუქი ტექნიკა, არამედ ტანკები და მძიმე ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ხო? შესაბამისად ესეთი ტიპის ტექნიკა ბევრი არის საჭირო, რაღაცა განსაკუთრებული ამ მანქანებში რაღაცა ისეთ ტექნოლოგიურად განსაკუთრებული არაფერი არის, უამრავი ქვეყანა აკეთებს და უამრავი პატარა ქვეყანაც კი ჩვენზე წინ არის წასული და ისეთი ქვეყნები, რომელიც იგივე 2011-12 წლებში მსგავს რაღაცებს საერთოდ არ აკეთებდნენ, დღეს უკვე ბევრად კარგი მანქანებიც აქვთ უკვე გაკეთებული, იმიტომ რომ ამ მიმართულებით ჩადეს ფული. ეხლა აღარ არის ცივი ომის პერიოდი, თუ ფულს ჩადებ შენ ესეთი რაღაცების წარმოებაში, ხო, ტექნოლოგია თვითონ მოვა შენთან და კომპანიები, რომელსაც ამის პროექტირება შეუძლია და წარმოება თვითონ მოვლენ და გაგიხსნიან საწარმოებს ქვეყანაში. ისეთ ქვეყნებში, როგორც არის იგივე უზბეკეთი, რომელსაც დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით შეიძლება არ ქონოდა, ხო? და დღეს უკვე უამრავ სხვადასხვა სისტემებს აწარმოებს, მათ შორის რეაქტიულ არტილერიას, ლურიან არტილერიას და ასეულობით არის ნომენკლატურა, რასაც ახლა აკეთებენ. მოკლედ, ფული არის ჩასადები და პოლიტიკური ნე. ოღონდ რასაც ვთქვი, ფული არის ჩასადები დაბალ ტექნოლოგიური რაღაცების კეთებაში კი არა, ეგ თავისთავად, მაგრამ პოლიტიკური ნება იქნება, ხალხის ნება თუ იქნება. აი ძალიან ხშირად ვიძახი ხოლმე ეს რაღაცას შენს გარემოცვაში, ან შენს გარემოცვაში რამდენს იცნობ ეგეც, რომელიც ხშირად ფიქრობს ხოლმე იმაზე, რა მანძილზე ისვრის ქართული არტილერია. აი ხო ვიღაცა რომ გისმინდეს რა სისულელეს ძახი ხო 40 კილომეტრზე ხო მაქსიმუმ 45 კილომეტრზე, მაგრამ აი შედარებისთვის ვთქვი რა, აი აქცენტები რაზე აქვს ხალხს რა. რეალურად
შვეიცარიას რო ახსენებენ ხოლმე და რაღაცეებს და შვეიცარიასავით რომ უნდა ყოფნა. შვეიცარია ყველაზე მილიტარიზებული ქვეყანა არის შვეიცარია. და რეფერენდუმი ჩაატარეს ქვეყანაში იმისათვის, რომ ხალხს გადაეწყვიტა რომელი ტიპის გამანადგურებელი იყიდა ქვეყანას. ეხლა აქ რო რეფერენდუმი დანიშნო ამ ტიპის გამანადგურებელი გვინდა ხალხი ხო იტყვის ეს გიჟები ვინ არიანო, ხო? იმიტომ რომ რაღაც სისულელეებზე აქვს ჩვენს ხალხს. ზუსტად ეგ ვახსენე აქცენტი საერთო ჯამში. არ ფიქრობს ხალხი იმაზე, რომ ერთადერთი შესაძლებლობა რომ გადარჩეს სახელმწიფო თანამედროვე ჯუნგლებში, ხო, თანამედროვე მსოფლიოში არის სამხედრო ძალების განვითარება და სახელმწიფოს ტექნოლოგიური განვითარება. კი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალბათ რაც არის ჩვენნაირი ქვეყნას და ნებისმიერისთვის თანამედროვეს არის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. ერთადერთი რაც გვახსოვს, ჯერ კიდე ალბათ 13-14 წელი იყო საფრანგეთთან მისტრალების ყიდვა რომ მოხდა. რამდენად საკმარისი იყო, რამდენად ეფექტურია საერთოდ ეგ და ანუ მაგ კუთხით, ანუ რა უნდა ვქნათ, რომელი შეიარაღება არის ჩვენთვის ყველა პატრიოტებს ალბათ ჩვენ გაგვიჭირდება ამ ეტაპზე. ხო, აი ყველაზე რეალისტური რა ნაბიჯების გადადგმა იქნება შენი აზრით სწორი. ავიაციაზე რო ვილაპარაკეთ წეღან, ხო, მანდაც დაახლოებით ეგეთი გათვლები უნდა გაკეთდეს, ზოგადად ავიაცია და საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთ ყველაზე უფრო მაღალ ტექნოლოგიურ გვარებებად და სახეობებად ითვლება, გვარების სახითაც არსებობს ორივე და სახეობის სახითაც ჯარებში, თანამედროვე მსოფლიოში სხვა სამხედრო ძალებში არსებული ეს საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები და საავიაციო ქვედანაყოფები და შემადგენლობები და მაგათი ჩამოყალიბების დროს უნდა გაკეთდეს სტრატეგიული გათვლები. ბევრი ქვეყანა დაღუპულა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს იმის გამო, რომ ისეთი ქვეყნებიდან ქონიათ შესყიდული საზეიმტო სარაკეტო სისტემები, რომ პრაქტიკულად ვერ გამოუყენებიათ, ან მოწინააღმდეგეს ძალიან გაუმარტივდა რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში მართი გაუნებელყოფა რა. ესე იგი სტრატეგიული გათვლები უნდა გაკეთდეს, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ვიძახიან ერთიან სისტემაზე, ხო, თავის ყველა ელემენტით ურთულესი რაღაცა არის და ურთულესია მისი დაგეგმარებაც. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარ გეოგრაფიულ, პოლიტიკურ და გეოგრაფიულ მოცემულობაზე ყველა სერიოზულ ქვეყანას მორგებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომელიც სპეციალისტების მიერ საკმაოდ ხანგრძლივად ხდება მისი დაგეგმარება. ახლა რელიეფი ჩვენი პლუსია თუ მინუსი მაგ კუთხით? პლუსიც არის და მინუსიც არის. ჩასაფრებების მოსაწყობად პლუსი არის ახლო მანძილზე მოქმედი სისტემებით, მაგრამ ისე რომ ხეობები აკონტროლო და გადაფარო რადიოლოკაციური სადგურები გჭირდება n რაოდენობით და მათ შორის პატარა ახლო მანძილებზე მოქმედი რადიოლოკაციური სადგურები მობილური, რომელიც პოზიციებს შეიცვლის, რომ სხვადასხვა მიმართულებებზე დაინახო რა ხდება, ხო? რომ იგივე ვერტმფრენებმა არ შემოჟონონ ჩრდილო კავკასიიდან, აი პოტენციური ომის შემთხვევაში, ხო, რუსეთთან. ხო, პეტრიოტებს რაც შეეხება, ხო, ეს პირდაპირ სისტემებზე რო იწყებენ ხოლმე ლაპარაკს, არ არის დიდად სწორი რა სისტემა გჭირდება, ხო, შენი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციიდან უნდა მოხდეს ამისი შერჩევა და გადაწყვეტა, ხო? მაგრამ ძალიან სიღრმეებში ვარ წავიდა არ დაობნი ხო თქვენი მაყურებელი ძალიან ზოგადად ვიტყვი რა ჩვენ გვჭირდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა რომელიც იმოქმედებს არა 1-2 დღის განმავლობაში და 1 კვირის განმავლობაში არამედ შეძლებს მუშაობას სიტყვაზე თუნდაც დაბალი ინტენსივობის ომის შემთხვევაში თვეობით რა აქცენტი უნდა დაიწყო ქვედარგოლიდან შენ თუ პეტრიოტებს დადგავ აქ რაღაც 2 ბატარეას ერთ ქუთაისთან ერთ თბილისთან და მაგის ქვემოთ არაფერი არ გეყოლება ხო რაღაცა კანტიკუნტად გექნება მანპადები ხო გადასატენ საზეიმტო სისტემები ეგ არნიშნავს რომ შენ საჰაერო თავდაცვის სისტემა გაქვს რა იმიტომ რომ 2 ბატარეა პეტრიოტი გინდაც 4 ბატარეა იყოს და უფრო მეტიც ხო პატარა ქვეყანაში რომელიც თაგორიანი რელიეფით არის ხეობებით არის დაქცეული თაგორიანი რელიეფით არის ხო მარტივად გამოსაცნობია მოწინააღმდეგისთვის სადგეყენება შენ ეგ სისტემები და რომც ვერ გამოისროს არის მთელი რიგი რადიოტექნიკური დაზვერვის საშუალებები რომელიც მომენტალურად აღმოგიჩენს სადღაც ისინი პეტრიოტი შენ რო აქ პეტრიოტის ბატარეა გადამალო საქართველოს ტერიტორიაზე მაქსიმუმ რაღაც 1 დღე 2 დღე დამალო რა მე აღმოჩენადი არის უამრავი სხვა საშუალებები არსებობს მაქსიმუმ რა თქმა უნდა პოზიციები უნდა ცვალო მაგრამ რაღაცა მთისწვერზე ვერ აიტან შენ მაგას რა ყველგან ვერ აიტან ანუ ნაკლებად ადგილები სადაც მაგის განლაგება შეიძლება სპეციალისტების მიერ გათვლადია რომელსაც მოწინააღმდეგე დაზვერვას აკეთებს და შესწავლა შენ ტერიტორიის ეგ ისაც დიდი ხანია გაკეთებულია მათ მიერ ხო შესაბამისად ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ დიდი რაოდენობით გადასატან საზეიმტო სარაკეტო კომპლექსებზე ესენი გჭირდება 1000-ობით რა 1000-ობით გჭირდება 10000-იც გჭირდება სიტყვაზე რა კატეგორია ბუკის კატეგორია არა სტრელა იგლა სტინგერი და ეგეთი რაღაცები რა თუ ვერაფერი ვერ ვიშოვეთ ხო
სხვადასხვა ქვეყნებში ვერ ვიყიდეთ, ხო? ჩინური გადასატანის საზენიტო სისტემები რომ მოკვიდოს ჩინეთიდან, ეგენიც საყიდელია ჩინეთმა რომ მოკვიდოს, ხო? იმიტომ რომ ეგენიც ეფექტური არის საჭირო დროს რა. იგივე ომის დროს პოლონეთიდან ნაყიდი გრომები გქონდა, რომელმაც საკმაოდ კარგი შედეგი დადეს, გქონდა გარკვეული რაოდენობა იგლები, სტრელაურები გქონდა, სტრელაურიებები, სტრელასამებიც იყო მცირე რაოდენობა და მეტნაკლებად კარგი შედეგი დადეს, აი საერთო ჯამში რო შევადაროთ, რა გააკეთა დიდმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ, რა გააკეთა მაგან რა. საფრენი აპარატების ნაწილი, რომელიც დაზიანდა და გადაფრინდა და აეროდრომზე დაждდა, ძირითადად მაგებით, მამპადებით იყო დაზიანებული. ეგენი უნდა იყოს დიდი რაოდენობით შეიარაღებულ ძალებში მაქსიმალურად ბევრმა უნდა იცოდეს მაგისი გამოყენება უნდა იცოდნენ მოხალისეებმა და სარეზერვო ქვედანაყოფებმა. ეგ არის აუცილებელი. შენ თუ სერიოზული სამხედრო ტექნიკა და ტექნოლოგიები არ გააცანი რეზერვისტებს და მოხალისეებს და ომის დროს მისი გამოყენება ვერ შეძლეს, ხო? იგივე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ჯაველინი იქნება თუ საბჭოთა ფაგოტი, ან სხვადასხვა ტიპის ჰაუბიცები, ან ელემენტარული ტანკის დაქოქვა თუ ვერ შეძლეს ან პოზიციაზე გაჩერებული ტანკიდან სროლა თუ შეძლო რეზერვისტმა რაში გჭირდება შენის რეზერვისტს და მოხალისეს შენ თუ მოამზადებ სუბუქ ქვეითად ბევრს ვერაფერს ვერ გაკეთებს თანამედროვე ომში, მაგრამ დრონის ოპერატორად თუ მოამზადებ, ჯაველინის ოპერატორად მოამზადებ, იგლას სროლას ასწავლი, ხო შენ საერთოდ სხვა დონის სამხედრო რესურსი იღებ რა, ამ პირადი შემადგენლობის სახით. ეგ აქცენტი მაგაზე უნდა გაკეთდეს. ხო, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შემდეგი უკვე მანქანებზე გარკვეულ შემთხვევებში მანქანებზე დაყენებული გადასატანი, იგივე გადასატანის სისტემები გამშვები დანადგარებით, როგორებიც არის აი ფრანგული მისტრალები, მაგრამ აქ აქცენტი უნდა გაკეთდეს ცოტა პატარა მანქანებზე, ჯიპის დიდგორის ზომის მანქანებზე, ცოტა პატარა მანქანებზე, ერთი ან ორი რაკეტით, რომელიც სხვა რელიეფზე სწრაფად ასვლას მოახერხებს. როგორ ხდება? მისტრალი ბევრი სხვადასხვანაირი არსებობს, ეხლა ბევრს ვლაპარაკობდნენ მაგ მისტრალზე, ხო რაღაც არაფერი განსაკუთრებული არ არის რა, ცოტათი უფრო მძიმე რაკეტები აქვს ვიდრე იგლას და სტრელას და სტინგერს, უფრო ცოტა ძლიერი რაკეტებიც არის, ქობინიც უფრო მეტი აქვს, მუხტი, მაგრამ არ არის ის კატეგორია, რომ რაღაცა სპაიდერს შეადარო, რა მით უმეტეს ბუქს და ეგეთ რაღაცებს. ეგენი უნდა ქონდეს 1000-ობით მოკლედ რა, რომ რაღაცა სერიოზული შედეგი დადონ. დამიზნება ხელთა შეიძლება მისტრალის მხარზე გადებული შეგვიძლია ისროლო გააჩნია როგორი კონფიგურაცია არის სამფეხიდანაც შეიძლება გაისროლო სამფეხაზე დაყენებული იმის გამო რომ ცოტა ისეთი ძიმე კატეგორია არის ეგა კი არის კონფიგურაცია რომ მხარზე გაიდო და ისროლო მაგრამ ძიმე არის ძალიან და არ არის დიდად რეკომენდირებული ეგ მოდიფიკაციები დიდად არ გამოიყენება ამიტომ ძირითადად არის ესეთი манипуляტორია რომელიც სამფეხაზე დგას ესეთი არის და ზედ არის დამაგრებული ერთი რაკეტა თავისი დამიზნების სისტემა არის ოპტიკური სითბოვიზორიც აქვს თანამედროვე რომელიც არის მაგას ბევრი სხვადასხვა ვარიანტებია და ტექნიკაზე დასაყენებელი რამდენიმენაირი არის იგივე არის მისტრალ ატლასი რომელიც ჩვენ ვიყიდეთ არის მისტრალ ალბი სხვადასხვა ტიპის დისტანციურ მოდულზე დაყენებული მისტრალები და სხვადასხვა დისტანციურ მოდულზე ინტეგრირებული და უამრავი სხვადასხვა ვარიაციები არის მაგრამ ის რომ რაღაცა მისტრალი გადაგიჭრის შენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პრობლემას ეგრე არ არის გვჭირდება მაგის ზემოთ საშუალო მანძილზე მოქმედი სისტემები როგორც არის აი ბუკის მსგავსი კატეგორია 35-40 კილომეტრამდე მოქმედი სისტემები რომელიც იქნება მობილური ანუ რაღაცა პეტრიოტივით და S300-ით საათები არ დაჭირდება მაგის გაშლა აკეცვას სწრაფად უნდა მოახდინოს პოზიციის დაკავება და სწრაფად დატოვება გარდა რაღაც საიდუმლო არ არის რომ მისტრალების გარდა იყო ოფიციალური პირებისგანაც მაგაზე საუბარი მისტრალების ზემოთ საფრანგეთიდან განიხილებოდა მიკას ტიპის მიკა VL-ის და ასტერ 15-ების და ასტერ 30-ების შეძენა. ეგ უკვე ის კატეგორიაა, რაზეც ვიძახდი. განსაკუთრებით ასტერ 15 და ასტერ 30, განსაკუთრებით ასტერ 30, რომელსაც რაკეტსაწინააღმდეგო თვისებებიც აქვს. ასტერ 30 არის რაღაც სხვადასხვა კონფიგურაციის რაკეტები არის და ევროპის ერთიან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში იქნებოდა ეს MBDA მუშაობდა მაგაზე სისტემა MEADS რომელიც აი ასტერის ელემენტებსაც საერთიანებდა და ინტეგრირებული ერთიანი სისტემა იყო ასტერის ელემენტები პეტრიოტის რაკეტები, პაკორები, პაქსამები და აი მან მოიაზრებოდა რომ ტექნოლოგიურად პეტრიოტის დონის სისტემას შეგვიძლია ჩავთვალოთ ასტერ 30 პაკორის დონე რაც არის რა უკრაინას მიაწოდეს და იყენებენ ძალიან ეფექტურად უბრალოდ რაკეტების რაოდენობა არ იყო დიდი ამიტომ მნიშვნელოვანია რომ შენ როდესაც აკეთებ მასეთ გათვლას და ყიდულობ სისტემას წინაწინ გათვალო შენს მომწოდებელს რაკეტების წარმატება როგორი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ მოახერხებს რაკეტების მოწოდებას შეიძლება თუ არა შეგიწყვიტოს რაკეტების წარმოება რაღაც გარკვეული პოლიტიკური სიტუაციის გამო რა აი ეგეთი თემები არის
ძალიან მნიშვნელოვანია. პლუს ამას ჩემი აზრით კაი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგმართულებით მიდიოდა რაღაც სხვა ექსპერიმენტული ისინი, მაგრამ უფრო სერიოზულ დონეზე უნდა დაწყებულიყო. რესურსები არის ჩასადები, თანხები არის ჩასადები, მაშინ რომ კლონი ვაწარმოოთ ლიცენზირებული ვარიაცია რომელიმე ტიპის გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემისა, რომელიც ძალიან კარგი გასაყიდი პროდუქტიც არის და ზოგადად გაკეთებადია თუ შენ ჩადებ მან თანხებს, ლიცენზიას აიღებ, იგივე თურქეთმა აიღო თავის დროზე ლიცენზია და ლიცენზირებულ ვარიანტებს სტინგერებს აწარმოებს რა, გერმანიაც მასევე რა, თურქეთმა თუ დაიწყო ნულიდან, ჩვენ რაღაცა დონეზე ტექნოლოგიური ბაზა გვაქვს, იმიტომ რომ საქართველოში სითბური რაკეტების წარმოება ყოფილა თბილისის ავიაციო ქარხანაში და რაღაცა პირველი არ იქნება რომ სითბური რაკეტა დამზადდება საქართველოში, ამიტომ ვიღაცას ურჩევნია რომ ყანწები დაამზადოს და ასეთი რაღაცებით გაერთოს, მაგრამ ვიღაცისთვის უფრო მნიშვნელოვანია რომ გადასატანი საზენიტო სისტემების დამზადება შევძლოთ. ტექნოლოგიური შესაძლებლობებიც აქვს მაგის ქვეყანას და რაღაცა დონეზე ინტელექტუალურიც. უბრალოდ ამ ყველას ერთად თავმოყრა არის საჭირო და სწორი მენეჯმენტი და უნდა იცოდე რას აკეთებ რა. რაღაცა არ უნდა გააკეთო იმისათვის რომ უბრალოდ ვიღაცამ დაინახოს და ტაში დაუკრას 26 მაისს რა. უნდა გააკეთო ისეთი სისტემა, რომელიც შეიძლება რომ დაინახოს მოსახლეობამ ეს რა სისულელეა თქვან, რომ ვერ მიხვდნენ რა არის, მაგრამ რეალურად ომის დროს ბევრად უფრო მეტად გჭირდებოდეს ეგეთი სისტემები რა. ზედა დონესაც შეეხება, ანუ პეტრიოტზე ვილაპარაკე და ასეთი დონის სისტემები ახლა მარტივად განადგურებადი არის, ამიტომ თანხები ისევ და ისევ ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედ სისტემებზე უნდა დაიხარჯოს და უნდა განვითარდეს ჩვენთან საზენიტო артиლერია. საზენიტო артиლერია დრონების და სხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ არის ძალიან კარგი წამალი. ბევრს ეგონა რომ წავიდა საზენიტო артиლერიის დრო, მაგრამ უკრაინის ომმა გამოაჩინა რომ საზენიტო артиლერია ისევ ქმედითი არის, განსაკუთრებით თუ არის ეს 30 მმ-ის და ზემოთ, რომ მოხდეს მათზე რადიოპროგრამირებადი ჭურვების გამოყენება, რომელიც პრაქტიკულად სისხლს უშრობს უკრაინაში რუსულ დრონებს რა, პროგრამირებადი, რადიოპროგრამირებადი საბრძოლო მასალები გაძლევს საშუალებას იმისა, რომ მცირე რაოდენობის საბრძოლო მასალებით ჩამოყარო ეს დრონები, ფრთოსანი რაკეტები და ყველაფერზე ძვირადღირებული საზენიტო რაკეტები არ ხარჯო რა. ну ეგეთი ის არის რადიოლოკაციური სადგურების კუთხით უნდა განვითარდეს ჩვენთან საჭირო არის არა რაღაც განსაკუთრებული თანხები უნდა ჩაიდოს შორმანძილზე მოქმედ და მცირე რაოდენობის დიდ რადარებზე ხო ეგენი მარტივად განადგურებადიები არიან და ეგ აჩვენა 2008 წლის ომმა ხო გორთან შავშობში მთაზე ეს 36 რომელიც იდგა და აკონტროლებდა საჰაეროს სივრცეს მეტნაკლებად მარტივად განადგურეს რუსებმა რა შედარებით დიდი რაოდენობის, მაგრამ ახლო მანძილებზე რა 50-60-100 კილომეტრამდე მაქსიმუმ მოქმედი მობილური რადიოლოკაციური სადგურები არის საჭირო. ეგეთები ყავს მაგალითად თურქეთს აქვს კომპანია ASELSAN აწარმოებს ძალიან კარგი რადარები არის და ზოგადად სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების კუთხით ჩვენ თუ სერიოზულად ვითანამშრომლებთ თურქეთთან და აზერბაიჯანთანაც ხო ეგ იქნება ძალიან ისეთი სწორი გადაწყვეტილება იმიტომ რომ აქვე ყოფი ქვეყნები არის მთელი რიგი მიმართულებებზე აზერბაიჯანი ძალიან წინ არის წასული და შეუძლია მაგ კუთხით ჩვენი ამოქაჩო და დახმარება და თურქეთი ხო საერთოდ ბირთვული იარაღის გარდა პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს ყველაფერს აწარმოებს ანუ რაც ჩვენ გვჭირდება ლოჯისტიკური კუთხითაც აქვე არის და პრაქტიკულად ყველანაირი სახარჯი მასალების მიმართულებით საარტილერიო საბრძოლო მასალა იქნება თუ რაკეტები თურქეთთან თანამშრომლობა ძალიან ისეთი სწორი ნაბიჯი იქნება. კი ბატონო, გაიხლა, მე მგონი ბოლო კითხვის დრო მოვიდა, წერაში ნახსენე მოხალისეები. და განსაკუთრებით ამ უკრაინის ომის დაწყების შემდგომ ბევრ ადამიანს გაუჩნდა ჯერ კითხვები, დაინტერესდა სამხედრო სფეროთი და ანუ წარმოიდგინოთ სტანდარტული საშუალო შემოსავლის მქონე ჩვეულებრივი სამოქალაქო ქართველი პირი. რა შეუძლია მან როგორც მოხალისეს გააკეთოს იმისთვის რომ ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობები გაზარდოს თავის ხარჯზე. საწყის ეტაპზე მაგ მოხალისეებს თუ არანაირი გამოცდილება არ აქვს და ვერც რეზერვში მიდიან და სამხედრო გამოცდილება არ აქვს, საწყის ეტაპზე შეუძლიათ გაიარონ ISIS და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის კურსები, რომელიმეს ნუ რასაკისაც არიან იმის მიხედვით, თუნდაც ორივე გაიარონ. პლუს ამას
მეტნაკლებად დაინტერესდნენ სამხედრო საქმით, თუნდაც თეორიულ დონეზე შეისწავლონ რაღაცები, რასთანაც ხა პირდაპირ შეხება ვერ იქნებათ, მაგრამ პრაქტიკული შეხება იგივე იარაღის მიმართულებით შეიძლება ქონდეთ, იმ კუთხით რომ შეუძლიათ იყიდონ ნახევარად ავტომატური შაშხანები და ისწავლონ სროლა, სხვა თუ არაფერი, ისწავლონ სროლა, დააკომპლექტონ ინდივიდუალური ეკიპირება, ინდივიდუალური სამედიცინო ჩანთა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ბრძოლის ველზე, ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი და ეს ის ელემენტებია, რომელიც რაღაცა მინიმალურ შესაძლებლობებს გაძლევს თუ რაღაცა გარკვეული უნარები გაქვს მინიმალურ შესაძლებლობებს გაძლევს ომის შემთხვევაში. ეგ კარგად დამტკიცდა უკრაინის რუსეთ-უკრაინის ომში, როდესაც პრაქტიკულად რა ვიცი ძალიან დიდი რაოდენობის რუსები გაანადგურეს კიეველმა მოხალისეებმა, მათ შორის აისოფტის გუნდებმა, რომლებიცაც შეიძლება მანამდეც იქ ბევრი არ უყურებდა დიდად სერიოზულად, მაგრამ მთელი რიგი საჯარისო ქვედანაყოფებს აჯობეს ლიკვიდირებული რუსების რაოდენობით. ერთ-ერთმა მოხალისემ მაგალითად უკრაინელმა, რომელიც ბუშაში ცხოვრობდა და სპორტული სროლით იყო დაკავებული, ტაქტიკური სროლით R15-ით დახოცა დაახლოებით 15 რუსი ჯარისკაცი. საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელი არის, ეგეც სნაიპინგით დაკავებული სამოქალაქო პირები უკრაინელები ძალიან აქტიურად ნადირობდნენ რუსებზე და სანამ სიტყვაზე მერე ქვედანაყოფებში ჩაეწერებოდნენ და უკვე საბრძოლო ქვედანაყოფებში იქნებოდნენ მოხალისის სახით უამრავი მოწინააღმდეგე გაანადგურეს კიევის ქუჩებშიც, კიევის გარშემოც, აღმოსავლეთის მიმართულება, ყველა შემოჭრილ მიმართულებაზე, მოკლედ რა ის სამოქალაქო სნაიპერებმა რაღაც დონეზე მონადირეებმა სერიოზული შედეგები დადეს. ჩვენთან ეს მიმართულება ბოლო წლების განმავლობაში ვითარდება, მაგრამ ბევრად უფრო მეტი მინდა, რა ბევრად უფრო მეტი არის საჭირო, მაგრამ პატარა ქვეყანა ვართ და ეს რაოდენობა ეს არის ალბათ რაც არის რა. და რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური მზადყოფნა იმისათვის, რომ შეიძლება განადგურდე ფიზიკურად, როდესაც შენ იარაღი გიჭირავს და სამხედრო ფორმას იცმევ, ხო? და ამბობ რომ რაღაცა ვემზადები როგორც მოხალისე, უნდა იცოდე რომ პოტენციური სამიზნე ხარ მოწინააღმდეგისთვის და შენ ფსიქოლოგიურად უნდა გქონდეს გავლილი და საკუთარ თავში უნდა გქონდეს გადახარშული, რომ შენი სიცოცხლე მნიშვნელოვანი არის დიდწილად უფრო იმისათვის, რომ მაქსიმალურად მეტი მოწინააღმდეგის განადგურება მოახერხო და შინაგან სიცოცხლე არ უნდა გადაწყვეტოს მოკლედ ხალხის და ერის ინტერესები და ომის შემთხვევაში მოკლედ მზად უნდა იყო იმისთვის, რომ გაწირო თავიც რა. თუ ეგეთი мотиваცია არ გაქვს და ეგეთი ფსიქოლოგიური მზადყოფნა, ომში ბევრს ვერაფერს ვერ გააკეთებ და მაქსიმუმ სადღაც სანგარში იჯდე სტატიკურად და მოწინააღმდეგე შეგუერც კი დაინახო რა. ეგ შეუძლია მოქალაქეს. მეორე კუთხით შეუძლია რომ რეზერვში ჩაეწეროს და ეროვნული გვარდიის სარეზერვო ქვედანაყოფზე მიეწეროს, მაგრამ ეგ დიდად დღევანდელი რეზერვისა დიდად არ მოწონს. მინიმალურ დონეზე ნორმალურია. ათვლის წერტილი რაღაცა ძალიან ქვედა დონეზე ავიღოთ. ტერიტორიული თავდაცვას ხუთ. ტერიტორიულ და რაც არის ტერიტორიული თავდაცვა როგორც ასეთი არ არის, ეგ ტერიტორიული თავდაცვა ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი და ტოტალური უნდა იყოს, ან ტოტალური თავდაცვის პროგრამა რაც არის, მან ყველა მოქალაქე უნდა იყოს ჩართული და ბევრად უფრო მრავალფეროვანი მიმართულებები უნდა იყოს. ანუ მე რას ვიძახდი წეღან წვახსენე 10-ული, 20-ული, 100-ულის დონეზე რაღაცა მსუბუქი ქვეითის კონფიგურაციაში როცა ამზადებ შენ რეზერვისტს და მოხალისეებს, ხო? ბევრს ვერაფერს ვერ გაკეთებს, მოკლედ რა. მსუბუქმა ქვეითმა რო თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი დადოს, ეგ უნდა იყოს რეგულარული ქვედანაყოფი და მუდმივ სწავლებებში უნდა იყოს ურთულესი არის მსუბუქ ქვეითის კონფიგურაცია. შენ თუ რაღაცა ძალიან ზოგადი მომზადება გაქვს გავლილი, იგივე შედეგი დაიდება, რაც 2008 წლის ომის დროს დაიდო, ვითომ და რეზერვისტები რო იყვნენ მომზადებულები და ვითომ უბრალოდ რეზერვისტებს ვითომ და მომზადება რო ქონდათ გავლილი და სრული კატასტროფა მოხდა. ანუ 10-ული 20-ულის დონეზე იყო რაღაცა მეტნაკლებად ორგანიზება, შეიძლება რაღაც კუთხით ხო 100-ულის დონეზე მეთაურების კუთხით სერიოზული პრობლემა იყო, მთელი რიგი 10-ულებს და 20-ულებს რაღაც ისე მეთაურები არ ყავდათ, ანუ ისეთი ტიპები იყო მეთაურებად განსაზღვრული, რომელსაც საერთოდ სხვა საქმე ქონდა. ომის დროს რაღაც პოლიტიკურ თანამდებობა ეკავა, სადღაც რაღაც ადმინისტრაციულ უბანში მუშაობდა, იქით მე რაღაცა ყვითელი ავტობუსებით რო წაიყვანეს და მოდი დაბომბეთ თუ რაღაც მოწინააღმდეგე საგნებიან. მოკლედ რაღაცა პირველი დღეების განმავლობაში ბევრად უფრო სასტიკი და სერიოზული საბრძოლო მოქმედებები რო ეწარმოებინა რუსეთს, ხო? მსხვერპლი იქნებოდა ბევრად უფრო დიდი, იმიტომ რომ კატასტროფული არაპროფესიონალიზმი ჩანდა იქ გორში შუა მოედანზე, ამდენი რეზერვისტი რო იყო თავმოყრილი და სულტყვილად რა ვიცი 1000 უამრავი სისულელეები მოხდა მერე და მოკლედ აღარ მინდა მაგაზე დიდად გაგრძელო. მოკლედ ურთულესი რაღაცა, როდესაც ჩვენ სამოქალაქო პირებს უკეთებ ორგანიზებას, აძლევ იარაღს, ანდობ იარაღს, მათ შორის ტაქსატინამდებო იარაღი მიცე, ტყვიამთქოვი მიცე და
რეალურად არ აქვს ცოდნა როგორ უნდა მოახდინოს ორგანიზება ბრძოლის ველზე. ავტომატზე თითის გამოკვრა და ტვიამთქოვის სოლა არის 0.1% ბრძოლის ველზე. თავარია შენ კარგად იცოდე ათეული, 20-ეული, 100-ის შემადგენლობაში მოქმედება და ტაქტიკა იცოდე რაღაცა დონეზე რომ რამე გააკეთო ბრძოლის ველზე რა. ამიტომ უნდა გაკეთდეს აქცენტი უფრო იმაზე, აი როგორც არის ეგრე შვეიცარიაზე რომ ლაპარაკობდით და ბალტიის ქვეყნები არის ძალიან კარგი ნიმუში. ჩვენ ფინეთის და ბალტიის ქვეყნები განსაკუთრებით, სადაც მძიმე ბატალიონები და მძიმე ბრიგადები არის შექმნილი მოხალისეებისგან, ესტონური კაიცელიტი, მაგალითად, რომელსაც არანაკლები საბრძოლო პოტენციალი აქვს უზეს თვითონ ესტონეთის სამხედრო ძალებს, შეიარაღებულ ძალებს და კაიცელიტი ძირითადი ნაწილად მოიაზრება აქ. ეგეთი არის. ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებით უნდა მოამზადო მოკლედ სარეზერვო და სამოხალისო ქვედანაყოფები და რომ რეალური შედეგი დაგიდონ ბრძოლის ველზე რა. ქვეითის კონფიგურაცია არ არის საკმარისი მაგისთვის. მაგრამ თანხებში როცა შეზღუდული ხარ და რაღაცა მაგროს უკვე რასაც ახერხებ მაქსიმუმი ხანდახან არის ხოლმე რომ რაღაც მოამზადო ქვეითი 10-ული 20-ული დონეზე რა. ამიტომ რთული არის ცოტა მაგ თემაზე ესე ლაპარაკი გადაჭრით რაღაცების თქმა. მადლობა გიგა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის მე კიდე ძალიან დიდხანს გავაგრძელებდი ამ თემაზე საუბარს. თუმცა ხო, ამ გადაცემის ფარგლებში ძალიან გაგვიგრძელდება უკვე. დიდი მადლობა მაყურებელსაც. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, ადევნეთ ჩვენს აქტივობებს თვალინა. დროებით.